ეთერში. განმეორებითი სტიქია დარიალის ხეობაში და ევაკუაცია ლარსის გამშვებ პუნქტზე. შენობის გახსნა რამდენიმე საათით გადაიდო. ხეობაში ახლა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნათია სონღულაშვილი გვერდება. რამდენიმე წუთის წინ თერგმა შეიცვალა კალაპოტი, ამის გამო ლარსის გამშვებ პუნქტზე გამოცხადდა ევაკუაცია. მსახურე პერსონალი სრულად იქნა გამოყვანილი ადგილიდან. ამ წუთებში, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა თერგი დაუბრუნდეს თავის კალაპოტს. ევაკუაცია. უახლოეს წუთების წინ მოხდა კვლავ სტიქიური მოვლენა, თერგმა იცვალა კალაპოტი და იგი, როგორც ხედავთ, მიემართება თვითონ საბაჟო გამშვები პუნქტის მხარეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საგანგაშო აქ არაფერი არ არის, ვინაიდან ადგილზე სრულად არის უკვე მობილიზებული ტექნიკა და უკვე თვალსაჩინო არის კიდევაც, რომ კვლავ თერგი უბრუნდება მისძველ კალაპოტს. ყოველ შემთხვევაში 10 წუთის წინ ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ საბაჟო პუნქტი გახსნილიყო და დაეწყო ფუნქციონირება. თქვენ ხედავთ, რომ მდინარე მისევ მოიმატა და გადავიდა საბაჟოს ტერიტორიაზე. თუმცა როგორც კი გზა იქნება და იმის საშუალება აღარ იქნება, რომ რამე განმეორდება, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ მუშაობა. ევაკუაციამდე ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მან ინფორმაცია მიიღო საგანგებო შტაბის წარმომადგენლებისგან. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა განკარგულება, რომ გახსნილიყო ლარსის გამშვები პუნქტი, თუმცა ევაკუაციის გამო რამდენიმე საათში მოხდება დარიალის ხეობაში მოძრაობის აღდგენა. გაწმენდილია როგორც ხვევით პორტალისულად რალოგით ისევე ეხლა საბაჟო მე დიდი მადლობა გადაუხადო საგანგებო შტაბს, რომელმაც მართლა 20 საათიან სამუშაო რეჟიმში წარმოუდგენელი სამუშაოები განახორციელეს, ჩაატარეს და შედეგი არის ის, რომ ეს ასე ვთქვათ სალიუზაციო სამუშაოები შესრულებულია, დასრულებულია. დღეს ვიყავით მზად პრაქტიკულად რომ გაგვეცნო საბაჟო, მაგრამ რამდენი მცირე ხნით გადაიდო გახსნის ასე ვთქვათ დრო, მაგრამ დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინე რომ ვართ მზად რომ გავხსნათ საბაჟო, ასე რომ შეგვეძლება, მაგრამ განსაკუთრებულ რეჟიმით საბაჟოთ მუშაობა. შუაღამის პერიოდში იყო დიდი ნალექიანობა, რამაც გამოიწვია ხელახლა ახალი ვარჯიშის მოადგა, მაგრამ ამ ეტაპისთვის გაკვირვებული ნაწილი პრობლემა აღმოფხვილი არის. მიმდინარეობს მუშაობა მემორიალების კონკურსზე. სავარაუდოდ ძალიან ახლო მომავალში აღმოფხვილი ყველა პრობლემა და საბაჟო გამშვები პუნქტი გაგრძელებს ჩვენი მუშაობას. დარიალის ხეობაში მოხდა განმეორებითი სტიქია. გუშინ გვიან ღამის საგანგებო შტაბში მიიღეს სიგნალი და ჩამოწვა დარიალის ხეობაში მეწყერი. თერგმა იცვალა ასევე დროებითი კალაპოტი და დაიტყორა ლარსის ჰესი. გვიან ღამით მოვიდა დიდი რაოდენობის ნალექი, ანუ დაახლოებით 1 საათში მოვიდა 22 სანტიმეტრის ოდენობით ნალექი, რამაც გამოიწვია მდინარის ადიდება, თერგის ადიდება, შესაბამისად ჩამონატანვაც მოიმატა თერგთან ერთად, რამაც გამოიწვია თერგის კალაპოტიდან გადმოდინება, დროებით კალაპოტიდან გადმოდინება მთავარ კალაპოტში და პრინციპში გზაზეც იყო ჩამონადენი წყლის. ვარცხები გამოიწვია უხმა ნალექმა პირველ რიგში ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურით, რომელიც რამოდენიმე დღის უკან დავამონტაჟეთ. დაახლოებით აჩვენა 1 საათში 22 მილიმეტრი ნალექი და ამას დინამიკაში მოიყვანა ის ჩარჩენილი მასალა, რაც იყო დელდორაკის ხეობაში. ამ წუთებში დარიალის ხეობაში სიმშვიდეა და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ თერგი დაუბრუნდეს დროებით კალაპოტს.